ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა. დღეს ძალიან აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ახალშობილთა მოვლა, ფიზიკური განვითარება. სატელეფონო ხაზია პედიატრი ნეონატოლოგი ნინო გორგაძე. ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობა რომ ამ საინტერესო თემით შემოგვიერთდით. რა უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმა ჩვილ ბავშვთა მოვლის პროცესში, როგორ ყვებოთ, როგორ მოვუაროთ ჩვენს პატარებს და უპირველეს ყოვლისა მოდით დავიწყოთ ყვებით. გისმენთ. კი ბატონო, მოგახსენებთ ახალშობის მოვლა, გარკვეული მიმართულების მოვლას გულისხმობს და როგორც ბრძანეთ, პირველი ეს არის ყვება. უპირველესი ბავშვის ორგანიზმი პირველ წლის განმავლობაში აქტიურად იზრდება, ამიტომ სწორ და ბალანსირებულ მრავალფეროვან ყვებას ბავშვის ნორმალური და განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ხო? პირველი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის ძუძუთი ყვება, ექსკლუზიურად ძუძუთი ყვება, თუ ამის საშუალება დედას აქვს, რა თქმა უნდა, არის შეუცვლელი საკვები, რომელიც 6 თვემდე სრულად უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურს და განვითარებას. ძუძუთი ყვებას რაც შეეხება ახალშობილობის პერიოდში, ძირითადად ყვებავთ ხოლმე ბავშვის სურვილისამებრ და ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 2 საათს ნახევარში ერთხელ ბავშვს შეიძლება მივცეთ ძუძუ. ეს დღის განმავლობაში მოიცავს დაახლოებით 8-12 ჯერ ყვებას. რაც შეეხება შემდეგ, როდესაც არ გვაქვს საშუალება გარკვეული მიზეზების გამო, რომ ბავშვს მივცეთ დედის რძე, არის ხო რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები, ვაძლევთ რძიანი არის, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებული არის დედის რძესთან და ამ შემთხვევაში სასურველია რომ ახალშობილობის პერიოდში ყვება განხორციელდეს გარკვეული ინტერვალებით. რადგანაც მოასწროს ბავშვის ორგანიზმის ნაკოჭნაწლავის სისტემა ფუნქციონალურად უმწიფარია და რომ მოასწროს გადამუშავება და ბავშვს არ შეექმნას გარკვეული ესეთი კოლიკა და დისკომფორტი, ხო? და ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 3 საათს ახალშობილობის პერიოდში, პირველი თვის განმავლობაში 3 საათს ნახევარს და ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად ეს პერიოდი იზრდება 4 საათამდე. ხოლო რაც შეეხება ძუძუთი ყვებას, რა თქმა უნდა, ეს თავდაპირველად ბავშვის სურვილისამებრ, ხოლო შემდეგ ეს პერიოდიც ძუძუთი ყვების დროს 1 თვიდან იზრდება დაახლოებით 2 საათნახევარი 3 საათში ერთხელ. რაც შეეხება ყვებას უკვე 6 თვიდან, ბავშვის ორგანიზმი 6 თვიდან აქტიურად იზრდება, ამიტომ დედის რძე და ასევე დამატებითი საკვები უკვე მის ყვებით ღირებულებას ვეღარ ენერგეტიკულ მოთხოვნილებას ვეღარ უზრუნველყოფს და საჭირო ხდება დამატებითი საკვების ჩართვა, დამატებითი საკვები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თანდათანობით ჩართვა უნდა იყოს მრავალფეროვანი, ბალანსირებული. ეს საკვები არის რძე, რძის პროდუქტები, ბურღულე ხორცის პროდუქტები, კვერცხი, თევზი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ხილი, ბოსტნეული. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, თითოეული საკვების დამატება უნდა მოხდეს თანდათანობით და აუცილებლად დამატებითი ყვება უნდა განხორციელდეს კოზით და საკვები უნდა მომზადდეს ყოველი ყვების წინ. ეს არის ძირითადი რეკომენდაციები წლამდე ასაკში, რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს. კი ბატონო, და რეგულარული მოვლის პროცესში მნიშვნელოვანი კანის მოვლა, ბავშვის დაბანა, საფენის გამოცვლა, ჰაერზე გასეირნება, აი რას გვეტყოდით, თუნდაც აი დავიწყოთ კანის მოვლით. კანის მოვლას კი ბატონო, აბაზანა და ჰიგიენა ზოგადად უმნიშვნელოვანესია. მოვლა იწყება ბავშვის დაბადებისთანავე. კანი არის ესეთ ორგანო, რომელიც ძალიან ისეთი სათუთ მოვლას საჭიროებს, ბავშვის კანი და პირველი კვირის განმავლობაში სანამ ჭიპლარი მოძრება, განსაკუთრებული მოვლა ჭირდება ჭიპლარს რომ არ დასველდეს და ფაქტიურად ეს არის ღია ჭრილობა და უნდა დავიცვათ პატარა რომ არ წავიდეს ინფექცია. ამისათვის აქ მკვლევარები, ექსპერტების აზრი იყოფა 2 ნაწილად. დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ 1 კვირის განმავლობაში სანამ ჭიპლარი არ მოვარდება, ბავშვი არ უნდა დაიბანოს, მეორე შემთხვევაში უნდა დავბანოთ. მე პირადად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ყოველდღიურად ბავშვის გასუფთავება უნდა მოხდეს თბილი წყლით და რა თქმა უნდა მოხდეს დაბანის შემდეგ გამშრალება როგორც კარგად, როგორც კანის, ასევე ჭიპლარის. და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჭიპლარი, რომ არ დაინფიცირდეს შარდის ან განავლოვანი მასებისგან, ხო? არ უნდა დაფარდეს და უნდა ვაქციოთ ყურადღება იმას, რომ ჭიპლარი არ უნდა იყოს დაფარული პამპერსით.
პამპერსის კილი. რაც შეეხება უკვე დაბანას, ყოველდღიური წყლის დაბანა და შემდეგ შამპონი და ესე იგი სპეციალური გელების გამოყენება უნდა დავიწყოთ დაახლოებით 12-14 დღიდან და არა ყოველდღიურად, რადგანაც პატარა სკანი არის ნაზი და შეიძლება გამოშრეს და დამატებითი პრობლემები წარმოეშვას, ხო? ყოველ კვირაში ორჯერ სავსებით საკმარისია, რომ ბავშვი ასეთი გელით და შამპონით დავბანოთ. ხოლო რაც შეეხება პამპერსის გამოცვლას, უნდა მოხდეს 3-4 საათში ერთხელ და დაახლოებით ბავშვის კუჭის მოქმედება პირველ დღეებში, დაბადებიდან პირველ დღეში არის 1-2. შესაბამისად, ამასაც ძალიან დიდი მშვიდობა აქვს და უკვე 10-12 დღიდან, როდესაც ბავშვი ძუძუზე დედის ძეზე იმყოფება, ხო, ყოველი კვების შემდეგ შეიძლება კუჭის მოქმედება გქონდეს და შესაბამისად ეს ჰიგიენური პროცედურების შესაბამისად უფრო მეტი სიხშირით უნდა გავაკეთოთ, ხო, თბილი წყლის დაბანა ყოველი პამპერსის გამოსვლის შემდეგ ეს აუცილებელი რეკომენდაცია. ხოლო რაც შეეხება კანის მოვას, ასე ყოველდღიურად საჭირო არის დილა უნდა იწყებოდეს, ასე რომ მოხდეს ბავშვის სახის კანის გასუფთავება, კისრის ნაოჭების, ყურის უკანა ნაოჭების და საზარდულის ნაოჭების გასუფთავება. დამატებით, როგორც აღნიშნეთ, პამპერსის გამოსვლის შემდეგ აუცილებელია თბილი წყლის დაბანა. კი ბატონო, და რაც შეეხება დამატენიანებელ საშუალებებს, ამაზე რას გვეტყვით, რომელი საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი? დღესდღეობით გვაქვს უამრავი საბავშვო უნდა იყოს, აუცილებლად საბავშვო ხაზი და ეს ინდივიდუალურად პედიატრთან ერთად ხდება ბავშვისთვის შერჩევა, რომელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ყოველი დაბანის შემდეგ გამოვიყენოთ ადგილობრივად დამარბილებელი საშუალებები, არსებობს კიდევ პამპერსის ქვეშ წასასმელი კრემები, რომელიც დაავადებებისაგან და გამოყენებისაგან იცავს ბავშვის კანს, თუმცა სწორი ჰიგიენური მოვლის პირობებში ბავშვს პრობლემები არ უჩნდება. და ასევე უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეული პერიოდი დღეში 10 წუთის განმავლობაში დღეში 2-3 ბავშვი იყოს პამპერსის გარეშე, რომ მზის პირდაპირ ზემოქმედება, ანუ მზის აბაზანები მიიღოს და არ განვითარდეს ესეთი საფენის დერმატიტი. კი ბატონო, პატარებს ფრთხილები ეზდებათ ძალიან სწრაფად და ანუ როგორ უნდა მოვუაროთ და დავუშვათ რა ტიპის მაკრატელი უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ფრთხილები ძალიან სწრაფად ეზდებათ და განსაკუთრებით ეზდებათ ხილის ფრთხილებზე და არის ალბათობა, რომ დავუშვათ დაიკაწროს, ხო, კანი. ამიტომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება ამ პროცესსაც, უნდა მგვალის სპეციალური საბავშვო მგვალი პირიანი საბავშვო მაკრატელი გამოვიყენოთ და აუცილებლად უნდა სწორკუთხოვანად მოხდეს ფრთხილის მოჭრა და არა მგლად ესე, რომ არ მოხდეს ფრთხილის ჩაბრუნება. და რაც შეეხება მოჭრას, გამოიზრდება თუ არა დაახლოებით 12-14 დღეზე უკვე საჭიროა რომ ფრთხილები დავაჭრათ. კი ბატონო, და რაც შეეხება სამოს, ანუ აუცილებელია თუ არა ნატურალური ქსოვილის სამოსის გამოყენება? რა თქმა უნდა. ეს არის აუცილებელი პირობა, ბუნებრივი ნატურალური სამოსი, ანუ ბამბის შემცველი სამოსის გამოყენება, რომ ბავშვმა კომფორტულად იგრძნოს თავი, ასევე მინდა ვთქვა, რომ ბავშვი უნდა ჩავაცვათ ამინდისა და დროის შესაბამისად და არავითარ შემთხვევაში ჩავფუთნოთ თბილად რამოდენიმე სამოსი ერთად არა, უნდა მივაქციოთ ამინს ყურადღება და უნდა ჩავაცვათ ისე დაახლოებით როგორც ჩვენ ვიცავთ, ოღონდ დამატებით ერთი თუნდაც მოსაცმელი, თუნდაც მოსახვევი, ეს დამატებით შეიძლება გამოვიყენოთ და აუცილებლად ფეხზე წინდები უნდა ეცვას ბავშვს. კი ბატონო, და რაც შეეხება სუფთა ჰაერზე გასეირნებას, ანუ რა ხანგრძლივობით უნდა გვყავდეს გარეთ და სიხშირეც საინტერესოა, ხშირად მშობლები ერიდებიან, ანუ ზამთრის სეზონზე ბავშვის გარეთ გაყვანას. რას ეტყოდით მათ? ბავშვის გარეთ გაყვანა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 10-12 დღიდან უკვე პატარა უნდა გავუყვანოთ გარეთ, თავარი არ იყოს ქარიანი ამინდი. წვიმაშიც კი
წვიმიან ამიჩიც კი წვიმაში არ გავიყვანთ ხო წვიმიან ამიჩიც კი აუცილებელია ბავშვის ჰაერზე გაყვანა თავდაპირველად ჰაერის პროცედურები იწყება 10-15 წუთიდან და ყოველდღიურად ვზდით 5-5 წუთით და შესაბამისად ავდივართ ნახევარი საათი დილით ნახევარი საათი საღამოს ეს ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად რა თქმა უნდა სეირნობის პერიოდით იზრდება თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიკავოთ ზამთარში ბავშვის გაყვანისგან თავი კი ბატონო და ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ფაზა ანუ რამდენ ხანს უნდა ეძინოს ჩვილბავშვს და კიდევ რა პოზაში უნდა დავაწვინოთ ანუ ხშირად მშობლები უცვლიან პოზას დავშვათ ან გვერდზე აწვენენ ან გულაღმა რას ეტყოდით მათ კვებასთან ერთად მინდა აღნიშნო რომ ძილი არის უმნიშვნელოვანესი ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ამიტომ პირველი რაც შეიძლება ძილის სწორ და ბალანსირებულ ძილს უკავშირდებოდეს პირველი ეს არის ბავშვის ოთახი ხო ბავშვის ოთახი უნდა იყოს სპეციალურად შერჩეული კარგად ხდებოდეს მისი ვენტილაცია და უნდა იყოს ბუნებრივი განათება ძილის დროს რაც შეეხება ბუნებრივი განათება ხოლო მცირედ ანუ უნდა შემოდიოდეს არ არის საჭირო რომ მთლიანად იყოს ჩამობნელებული ხოლო ღამის ძილის დროს ბავშვს არ არის რეკომენდებული ქონდეს მკვეთრი განათება ოთახში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანია ასევე ძილის დროს უნდა იყოს ოთახში დაახლოებით 20-22 გრადუსი ხოლო რაც შეეხება ძილის პოზას უნდა იყოს ესეთი ზურგზე მწოლიარე თავი ოდნავ გადაწეული ახალშობილობის პერიოდში ეს არის საუკეთესო პოზა რადგანაც არ მოხდეს ესე ბავშვის სასუნთქი გზების დახშობა ხო თუ მუცელზე დავეწვენთ ბავშვს აუცილებლად ეს უნდა მოხდეს დღე და მშობლის და ოჯახის წევრის კონტროლით ანუ ისე რომ დავეწვენთ მუცელზე და დავტოვოთ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანუ ძირითადი სწორი პოზიცია არის ზურგზე წოლა და რაც შეეხება პედიატრთან გეგმიურ ვიზიტებს ანუ რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან დაბადებიდან დაახლოებით მეხუთე დღიდან მეათე დღემდე საჭირო არის რომ პედიატრთან გეგმიური ვიზიტი განხორციელდეს, ხდება შეფასება ბავშვის განმეორებით სამშობლოდან გამოწერის შემდეგ. უკვე შემდგომი გეგმიური ვიზიტები ხორციელდება 1 თვის ასაკში, შემდეგ 2, 3, 4 თვის ასაკში და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მოდის 6 თვის ასაკში, 9 თვის ასაკში და ეს ვიზიტები თანდათანობით ვიზიტის ხანგრძლივობით ყოველთვიური ვიზიტები კლებულობს, ხო? წლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირი ვიზიტი განხორციელდეს, რადგანაც ამ დროს ხდება ბავშვის ზრდა განვითარების და მისი ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების შეფასება. დიახ, და რაც შეეხება ვაქცინაციას, როდიდან იწყება და რა ინტენსივობით? გეგმიური ვაქცინაცია თუ რამე ხელშემშელი პირობები არ არის, იწყება, რა თქმა უნდა, ახალშობილობის დაბადებისთანავე სამშობლოში კეთდება პირველი ვაქცინაცია, შემდეგი გეგმიური ვაქცინაცია უკვე არის 2, 3, 4 თვის ასაკში, შემდეგ გეგმიურად უწევს 1 წლის ასაკში, წლინახევრის ასაკში, 5 წლის ასაკში და შემდეგ უკვე 14-15 წლის ასაკში. ეს არის ის გეგმიური ვაქცინაციის ძირითადი ცხრილი, თუმცა გარკვეული მდგომარეობის გამო ხშირად ბავშვის ავადობის გამო ხშირად გვიწევს ხოლმე ამ პერიოდის გადადება, მაგრამ აუცილებელია რომ ნებისმიერ პერიოდში, როდესაც კი საშუალება გვაქვს, თუნდაც ეს იყოს 1 წლის ასაკში, მყავს ესეთი პაციენტები, რომელსაც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ჩაუტარდა ვაქცინაცია, 1 წლის ასაკში ვიწყებთ და მივყვებით კალენდარს ჩვეულებრივად გეგმიურად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, გისურვებს წარმატებებს.